დიტო სამხარაძეს ჯერჯერობით მიმდევრები არ გამოსჩენიან. ის პირველია, ვინც მზაობა გამოთქვა, რომ თავდებში ჩაუდგეს ზალადობის ფაქტზე დაკავებულს და გირო სანაცვლოდ გათავისუფლდეს. ქართული ოცნების სხვა სახეების ლოგიკა კი ასეთია. ზალადობა ცუდია, მაგრამ საზოგადო მოღვაწეზე შეურაცხყოფას და თავდასხმას მოჰყვება აუცილებლად რეაგირება. ეს ხომ არ არის ზალადობის წახალისება, ანგარიშწორების გამართლება. ჩვენ ამ კითხვებს ვსვამდით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ პირდაპირ ეთერში იხილა ჯგუფური ანგარიშწორება თავად საკანონმდებლო ორგანოში. მე არ ვამართლებ ის, რაც ქუჩაში მოხდა და მე არ ვფიქრობ, რომ ისე უნდა გაუსწორდნენ ადამიანებს ქუჩაში, რაც მოხდა. ხა გაღიზიანებული მოქალაქე დახვდა და ნუ კი მესმის, რომ არასწორად მოიქცა შესაბამისად სისხლისამართლის დანაშაულით ჩაიდნენ ადამიანს სასტიკად გაუსწორდა და მიეცა პასუხისმგებლობაში, მაგრამ იმის შიშით, რომ ახლა დღეს ჩემს სიწმინდეს პირობითად ვამბობ, ვიღაცა შეურაცხყოფდეს და მე ვიჯდე და ხა იმის გამო იმის შიშით, რომ ვიღაცა ქუჩაში არ დახტეს და მე იმას არ გაუსწორდა, ხა დავდგე და თქვენ კომენტარი არ გავაკეთეთ თქვენთან. არ არის მოსაწონი, ეგ თქვია, აბა ეხლა გალახეთქო კი არ მithქვამს მე. მოსაწონი არ იყო მისი ესე ვთქვათ შეურაცხყოფა, გინება ზუსტად ნოდარ დუმბაძის დაცინვა, გაბითურება და გამაიმუნება. ნოდარ დუმბაძე არა ბუღაძეა მაგარი და ნოდარ დუმბაძეა ის რა ქვია არაფერი. პირში წყალი დამეგუბებია და კომენტარი არ გამეკეთებია იმის შიშით, რომ ვიღაცა ქუჩაში არ დახვედრო. რატომ პოლიტიკოსი ვარ და შეფასების იგე პოსტი ვიზე ვიჯექი, სხვაგან არა გადაახვიეთ, ნახე მე არაფერი არ მომიწოდებია არავისთვის. დაცვა ამეყვანა ამ ადამიანისთვის. ენა უნდა აკონტროლოს რასრულმა ადამიანმა, როცა მით უმეტეს საჯაროდ ზიხარ და კომენტარებს აკეთებ. პარლამენტში ჩხუბია ყოველდღე და ყოველდღე ჩხუბის სადნახეთ ამ მოწვევაში ერთხელ ვიჩხუბეთ და იმას გადაგვაყოლეთ მოკლედ. არა, ნუ ეს დიტო სამხარაძის ინდივიდუალური გადაწყვეტილება არის, უფლებაც მას აქვს და სავარაუდოდ გააკეთა ეს განცხადება, რახან წაიკითხეთ, მე არ მინახავს. არა, ვერც იქით დაგეთახვები და ვერც აქეთ დაგეთახვებთ. არც დაგმობა არ არის, არც ახალისება არ არის. თulis რომ ღირსების მქონე ადამიანია და პატრიოტ ადამიანია თulis, ეს სხვა საკითხი არ გეხარ. დიტო სამხარაძეს რო ეთქვა, რომ ყველა მესე უნდა გააკეთოთ და არაფერი არ უნდა მოითმინოთ, მაგ შემთხვევაში ეს იქნებოდა წახალისება, მაგრამ მე არ მგონია რომ დიტოს ესეთი განცხადება გაეკეთებოდა. ორი წახნაგი აქვს ამ საკითხს, არ არის მისაღები და გამართლებადი ძალადობა, ამავდროულად ღირებულებების მიმართ უნდა ვიყოთ თავშეკავებულები და გამონათქვამებში, სურვილებში და აზრის გამოთქვაში ის, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ის ადამიანები, ის ინსტიტუციები, ის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანს აქ, როდესაც შეურაცხყოფას აყენებ და ფარქვეშტელა, ბუნებრივია იწვევ ამით საზოგადოების შესაბამის რეაქციას. ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ. პარალელურად გრძელდება ნეგატიური კამპანია კომიკოსის წინააღმდეგ და ასევე უცნობია მეორე პირის იდენტიფიცირება შეძლო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც თავდასხმაში მხილებულს თან ახლდა. ჩანს კადრებშიც, რომ ის მარტო არ იმყოფებოდა და ამავდროულად ოქრიაშვილის ინფორმაციით ისიც ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით გამოთქვამდა პრეტენზიებს იმ ფრაზებზე, რაც ონისე ოქრიაშვილმა თქვა. ამიტომ უცნობია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ მცირე გამოკითხა თუ არა ეს პირი, ვინც იმყოფებოდა თავდამსხმელთან ერთად და იქ ადგილობრივების ინფორმაციით ჩასაფრება მოუწყეს ოქრიაშვილს და საცხოვრებელ სახლთან მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ.